დღესაც ესე ჩამოვედით ჩეხეთში ბავშვების სანახავად ერთ-ერთ მშვენიერ პატარა ქალაქში ცოტა ამინდიარ გვიწყობს ხელს და გეგმილი ქონა პრაღაში წასვლა და არ გამოვა პრაღაში, იმიტომ რომ ამინდიარ ვარგა. მაგრამ მოვედით აგერ ერთი მშვენიერი პატარა კაფე არის სახელად არარატი. იმედია ხვდებით რას ნიშნავს ეს სახელი. მე პატრონი არის სომეხი ბიჭი ჩვენი უახლოვდებით ახლა მახლობელბიჩსაც. ეს მშვენიერი პატარა კაფეა. პარევზე საპერჯან სავატანემ ონცე საპერ. ესეც ჩვენი ქართველები, თბილისელი და ქუთაისელი. შევიდეთ ახლა შიგნით კაფეში. ეს მშვენიერი კაფეა. მე პატრონი არის სომეხი, ქართველები ბიჭები მუშაობენ, ამზადებენ მშვენიერ საკვებს. იდეალური. ესე ჩემი გიჟები, ჩემი ხულიგნები. ადრეში ხართ თქვენ აკაცონა. დააგემოვნეთ აქაურის საჭმელი, უგემრიელესი კაბაბი მზადდება. ლუდი რა თქმა უნდა ჩეხური, საუკეთესო ლუდი აქვს, ჩამოსასხმელი ლუდი. პატარა კაფეა, მაგრამ დიდი გული და ჩვენი დიდი კავკასია. მშვენიერი ადგილია დასასვენებლადაც და დროს გასატარებლად. გვიანობამდე ღია არის ხოლმე კაფე. არის შემთხვევები, როდესაც 24 საათიანი მუშაობა აქვს და შეგიძლიათ შემოიაროთ. ეს პატარა მშვენიერი ქალაქი. მე იქ დაბლა დავწერ ქალაქის სახელს, რომ რა ქალაქიც არის. კაფე არარატი, კაბაბი, ყავა, ლუდი, ყველაფერი აქვს აბსოლუტურად.